მოგესალმებით, ვაგრძელებთ არასიმბოლური 11-ის შედგენას. ბევრი აღარ დაგვრჩა პრინციპში, დღეს ირაკლი შემოამატებს კიდე ერთს და მაგარი ბიჭი მყავს რა, მაგარი ბიჭი მყავს, მაგრამ სანამ გაგაცნობთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube ჩანელი და კომენტარეთ, გააგებინეთ სხვებს, ვიყურეთ და ჰაი ჰული. ვინ მოვიყვანე რო იცოდე, ჯანელ? საიდან, ვინ და საიდან? საიდან უფრო საინტერესოა ვიდრე ვინ. საპრეტ სინქი. იცი? შემტევი ნახევარმცველი. ეგეთი ბიჭი არის ახალზელანდიელი საპრეტ სინქი. სახელდაგვარი ალბათ გეუბნება, რომ წარმოშობით არ არის ახალზელანდიელი. მართალი ხარ. საპრეტი არის წარმოშობით ინდოეთიდან, პანჯაბიდან. პენჯაბი, პანჯაბი, გემოვნების ამბავი, ხო. და არის პირველი ინდოელი, ვინც სოფლიო ჩემპიონატზე ძირითადში დაიწყო, ძირითადში გამოვიდა რა, პირველივე წუთიდან მოედანზე იყო. აი, ირანთან თამაში. ხო, ირანთან თამაშის დროს ძირითადში იყო საპრეტი. და ირანს არ აყავს ინდოელი არა. ნეტა. ამ ჩემპიონატზე არა. ამ ჩემპიონატზე კიდე არის ორი წარმოშობით ინდოელი. ერთი ავსტრალიის ნაკრებში და მეორე კონგოს ნაკრებში. მაგრამ იმათ არ დაუწყიათ, ხო. და საპრეტი არის პირველი, თუმცა პირველი ინდოელი არ არის მსოფლიო ჩემპიონატზე, მანამდე იყო ვიკაშ დორასო. გახსოვს ვიკაში? ფრანკი, კი ბატონო, მაგაზე მოგვიანებით მოვიყვები რაღაცეებს. და ნუ ეს საპრეტ სინქის ეს წარმატება ძალიან სიხარულით მიიღეს ინდოელებმა და წარმოიდგინეთ ზელანდიას ახლა მილიარდიანი ქვეყანა გულშემატკივრობს ამ ბიჭის გამო. თვითონ დაიბადა ოკლენდში. ზელანდიაში, მაგრამ მშობლები არიან იქიდან წამოსულები და დედაც იქ. კი, დედაც, მამაც ინდოელები არიან. ჩავიდნენ თუ რაკნის ზელანდიაში მოკლედ ბედის საძებნელად და ღარიბი ოჯახი იყო ხა. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ხო. და კონდათ ისა ბიჭო, პატარა საცხობი კონდათ. ოკლენდში. აი როგორი საცხობი, იცით, საცხობიც რო არის და კიდე პატარ-პატარა დებილოებს რო ყიდიან ხოლმე. ასამთი, გაზეთი, გაურკვეველი გაზიანი წყალი. ხო, აი ეგეთი რა, რაღაც პაწუა მაღაზია. და ამით ირჩენენ თავს და დედამისის დიდი დამსახურებაა, რომ მასახნა იცლიდა, მიუხედავად ამისა, რომ მთელი ოჯახი ჩართული იყო ამ პატარა მაღაზიის მოქოქვაში და მუშაობაში, იცლიდა და ატარებდა ფეხბურთზე, რო არ გაეცდინა, თან რაღაცა განათლებაც მიიღო და მოკლედ იმ ქალმა სული და გული ჩადო საპრეტში. და ეს საპრეტიც ვინტონ რუფერი. ესეთი თავდამსხმელი. ხო. ზელანდიელი. კი ბატონო, ვინტონ რუფერი მან შეამჩნია ფუტზალის ჩემპიონატზე. და ფუტზალი ხო იცი რანაირი ის არის რა, ჯოგური ფეხბურთი, მაგრამ ტექნიკა ძალიან ჩანს. მოკლე მანძილზე მოაწყვა იმასაკნა და 10 წლის იყო ეს ბიჭუნა და მოეწონათ. მერე დააკვირდნენ და უკვე პირველი კონტრაქტი 2017 წელს ოკლენდთან. ხო, გაუსისინეს 3 წლიანი და დაიწყო თამაში და 2 წელიწადში 2019-ში მიადგა ბაიერნი. მიუნხენის ბაიერნი, რომ ეს ბიჭიო ჩვენო მოგწონსო და წავიყვანთო და დაუდეს 3 წლიანი კონტრაქტი. წაიყვანეს მიუნხენში, ენა არ იცოდა, რა თქმა უნდა, გერმანული და იქ გერმანიაში ეგრე არ არის, რომ ენა არ ვიცი და მე სხვა ენაზე მითხარით თურმე, იმიტომ რომ თვითონ იხსენებდა, რომ უფრო მეც ენაში ვარჯიშობდი, ვიდრე ფეხბურთზე. Natürlich. Ja. ხო და რომ მიიყვანეს
ეგრევე რაღაცა ამხანაგური ტურნირი იყო. ხო არის ხოლმე რა სეზონამდე რომ ბობოლა გუნდები ერთმანეთში მაგის მეტი რა. ბურთს აგორებენ რა. 13-0-ები რომ თავი. ხო, აი რა ვიღაცები რომ შემოდიან 93 ნომრით შემოვა ვიღაცა ან ნომერიც როა და წერია ხანდა. კი. და ეგეთ ტურნირში შემოიყვანეს და ტურნირი იყო საკაიფო ტურნირი ბაიერნი, რეალი, არსენალი და მილანი. ხო, და ითამაშა რა, ბურთი გააგორა. მერე მაგის მერე კიდე ამხანაგური ტურნირი იყო აუდის თასი. რაღაც ეგეთი ტოტენჰემთან. ხო, ეგ რაღაც პერიოდი მარტო ეგ ქონდა ჰარიკეინს მოგებული აუდის თასი. ხო და ეხლა ნახე აი ეგ ტურნირი მოიგო ტოტენჰემმა. ხო და ჩვენი საპრეტ სინხი შემოიყვანეს შეცვლაზე და თამაში მორჩა 11 მეტრიანი მოგადაწყვიტა რა. და ბიჭო საპრეტმა გაიტანა. ხო, მაგრამ ტოტენჰემი უფრო ის აღმოჩნდა რა. უფრო ძლიერი და მომზადებული. თანმიმდევრული. ხო, და იმას აქნეს რა, და წააგეს, ასე რომ შეეძლო ტიტულით დაეწყო ბაიერნში, მაგრამ ვერ დაიწყო. მერე სეზონი რომ დაიწყო ბუნდესლიგაშიც ერთი თამაში შემოიყვანეს. ხო და აი ბოლოს რა, ბოლო წამები რო არ დარჩენილი 6-2-ზე. 6-2-ზე 4 საჯისმიერ დამატებულ 2 წუთში მეოთხე წუთზე. კოუტინიო შეცვალა. ნუ რა თქმა უნდა არაფერი. თავის მხრივ ისიც არის იყო ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ კოუტინიო? ხო, მაგრამ ჩემპიონატი იწყებოდა შანსი მიცეს, რომ აბა რა შეგიძლიაო და მე თავიდან იყო მე გადასვეს ის. და მე საპრეტმაც ვერ არ აღმოჩნდა რა ჯერ მზად საპრეტი. კაი ბიჭი იყო, ყველა ამბობდა რომ ტექნიკურია, კარგი ხედვა აქვს მოედნის და უბედური ცაცია. და სად გაუშვეს? ჩაწიეს დუბლებში. და მაშინ ბაიერნის დუბლები თამაშობდნენ მესამე ლიგაში გერმანიის. და ეხაც მანდარი. ხო, და მოიგო საპრეტმა. მაგრამ მე ვერ იმასაკნა და ნიულბერგში გაანათხოვრეს და მე იქიდან დაბრუნდა უკვე ისე ვიქით რა. ისე ველინგტონში დაბრუნდა, კი. თუმცა არის ერთი უცნაური საკაიფო ამბავი, რომ მაინც დაამახსოვრა თავი ბაიერნს, რა. ნუ ეს ენახო ჯერ სანამ ისწავლა რაღაც 1000 სისულელს იძახდა, ვერ იძახდა და ასე შემდეგ. ხო, ეგ ბუნებრივია, მაგრამ ბევრ კლუბს აქვს ესეთი უცნაური ტრადიცია. მე ვიცი, იუვენტუსს აქვს, მე მგონი ქართულ კლუბებსაც აქვს და ბაიერნსაც ქონია ახალმოსულ ფეხბურთს ამღერებენ. ფეხბურთს ამღერებენ, რა. აი ეს სასაძინო ოთახში რა შეიკრიბებიან, ვინც ახალი არის, ვალდებულია რომ წამოდგეს და იმღეროს. როგორც არ უნდა მღეროდეს და რაც უნდა ის იმღეროს. უნდა თავისი ქვეყნის რამე სიმღერა წარადგინოს, უნდა რამე პოპულარული იმ დროს რაც არის მოდაში და თუ უნდა რაღაცა კლასიკიდან რამე რაც კარგად გამოსდის რა. Rolling Stones-ის ნებისმიერი, კი. და საპრეტის დროც მოვიდა. ეხლა მოგეხსენება ის ინდური სიმღერების ამბავი. ბევრია და სპეციფიური. ხო. მაგრამ საპრეტმა გადაწყვიტა რომ მოდიო და არ დამცინონო. ინდური არ მინდაო. და იმღერა ჯასტინ ბიბერის Baby. Baby, 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 it's სიმღერა. მოკლედ ჯასტინ ბიბერის Baby. და ნუ ეხა სისხლს ვერ გაექცევი და გენებს და იმღერა ინდური შემართებით. ხო. და ამითი დაამახსოვრა თავი ბაიერნს და ამბობენ რომ თუ გინდა რომ ტომას მიულერი გააცინო, ეს ამბავი უნდა გაახსენო. ანუ ზოგი გავარდა წყალსო და ზოგი მაისოს თავზე იფარებდა და საპრეტი ამას მღეროდა. ეხლა ბიჭო, ტომას მიულერი სად არის და ეს სად? ხო. დედამიწის ყველაზე დაშორებული ორი ადგილი რო არჩიო რომ ადამიანებმა ერთმანეთს მოწყვიტო, ეს ტომას მიულერი, ეს ზელანდიაში, ეს კანადაში. ხო. აი? მოკლედ, ანუ ეს არის მისი საკლუბო კარიერა, არ არის ისეთი ასაკეთი დიდი ბიჭი. და ჯერ კიდე ითვლება რომ ეს თავის სიტყვას იტყვის. ჩვენ ნაკრებში ხო მით უმეტეს ხარ 11-ში გადასარევი ადგილი და ესა თვითონ ზელანდიის ნაკრებში ახალგაზრდულში აქვს მოგებული ოკეანეთის თასი. ძირითადში აქვს მე მგონი გატანილი ერთი გოლი ოფიციალურ შეხვედრაში, ხო,
კონგოს გაუტანა თუ არ ვწდები. შეიძლება ვწდები. თუ ვწდები, დაწერეთ, თუ არ ვწდები, დაწერეთ, ჯიგარი ხარ, არ ვწდები. და ძალიან უყვართ ზელანდიაში რა. თუმცა ესეთი ადამიანია მხიარული რაღაცა, კარგად თამაშობს და აქვს ზედმეტსახელი. ძალიან უცნაური ზედმეტსახელი არის ეს. ცოტა სხვანაირად რო გამეგო, ვიფიქრდი რომ რასისტული ის არის რა, წამოძახილი. მაგრამ სოუსში რო აღიქვა. ეგეთი უხეში არ გეჩვენება. ზელანდია ფონ All Blacks-ი არის რაგბში და All Whites-ი არის ფეხბურთში. და ამას დაარქვეს ჩვენი ყავისფერი ბიჭი. ხო და ისეთი არის ცალკე ნათქვამად შეიძლება არ სიამოვნებოდა და ხომა All Blacks სადაც არის და ხო აი ზუსტად მაგას ვამბობ ხო სხვა სტანდარტები კი სხვა სტანდარტები განზომილებებით არ უნდა მივიდე კი და თვითონაც ბედნიერია მონდომებულია და ასე შემდეგ ეხლა რა მინდა რომ გითხრა შენიცი ხოლმე მიუბრუნდეთ რაღაცას მიდი გახსოვს ვიკაშტორასო რო ვახსენე ხო გამაინტერესა ვიკაშტორასოზე მაინც პირველი ინდოელი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე რა შვება რა ქნავი არის და ზიდანი რომ მოbrunდა დატოვეს ეგ არის ვიკაშტორას ვიკაშტორასო არის დიდი გაიძვერა ადამიანი დავიწყოთ აქედან კერძოდ ესე ეგეთი რაღაცა უმაიმუნია რა აბა ნუ სკანდალების მეფე ბიჭი 2006-ში რო გამოიძახეს ნაკრებში დომენიკი იყო მწვრთნელი რაიმონ დომენიკი ხო და რა მანქანებით არ ვიცი მაგრამ პრინციპში რა გაგება მაგას უნდა და ვიკაშმა გაიგო რომ ძირითადში რა თქმა უნდა ვერ მოხდება და ცირედ რომ მიეცემა სათამაშოდ და რა გავაკეთო და ჩუმად შეიტანა კამერა არა პატარა კამერები რა იმ დროს რაც იყო ალბათ ყველაზე ისეთი ოპტიმალური ჩუმად გადაღებისთვის და იღებდა ყველაფერს გასახდელს ავტობუსში რა ხდება შესვენებაზე წვნელი რას ამბობს ფეხბურთელი რას ამბობს იმას რა უთხრა და ამ ყველაფერს ამატებდა თავის ემოციებს და მე ცალკე წერდა რა ამასაც რომ მოხდა ჩემპიონატი ეს დაამონტაჟა და გამოუშვა დოკუმენტური ფილმი სათადარიგო როგორ ისევდიანია როგორ არაქცევდნენ ყურადღებას იყო სათადარიგო ხო როგორ მიაგდეს როგორ ექცევიან ესეთ ფეხბურთელებს საფრანგეთის ნაკრებში და ფედერაცია გაგიჟდა და გააკეთეს ეს მისი პირველი გაგდება არ იყო PSG-ში რო თამაშობდა იქაც რაღაც არ მოეწონა და ჟურნალისტები დაიბარა ოყარა ყველა დადგა და აგინა მწვრთნელს რა გინდა საჯარო კაცი იყო შეიკრიბნენ ისინი მწვრთნელი დირექტორი ვაცები და PSG-დან გააკეთეს ამას გამჭვირვალობის კანონი მოეწონება ამას ყველაფერი მოეწონება ეს იქნებოდა ინიციატორი გამჭვირვალობის კანონის მაგრამ ისიც აქვს რა ლიონში რო იყო ორჯერ აქვს საფრანგეთის ჩემპიონატი მოგებული და მე არ მახსოვდა და მილანშიც ყოფილა ირიცხებოდა მილანში არც მე ხო და ნახე რატო გამიკვირდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანი ლივერპული რო იყო ის 3-3 და მე 11 მეტრიანები ვიკაში მაგდროს მილანში იყო შეიძლება ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ აბა რა გაიხსენა ვიკაშმა გაიძვერობა. ამაში ხო დავწოდით რომ მაგარია. და ფარულ კამერას უკვე ფარული კამერები და ეს დოკუმენტალისტიკა არა. აბა. გახდა პროფესიონალი პოკერით მოთამაშე. და ერთ-ერთი ტურნირზე რაღაც ევროპის პოკერ ტური არის რაღაცა. ხო, რაღაც გამოვიდა და ვერ ვნახე რამდენი, მაგრამ ყველგან წერია რომ ძალიან დიდი მაყუთი მოგიქო. ხო. ეს პირველი ტურნირი არის ხო მე კიდე აქ რაღაცები მოგებული. კაი. ხო, აი ეს გადავხვდით ვიკაშზე, თუმცა დავიწყეთ საპრეეტ სინქიდან და ინდური ფეხბურთიდან. და საპრეეტი მოდი 8 ნომერი. შემტევი ნახევარმცველი. კაი, ზელანდიას ერთი ადგილი. ხო, უთნოდა რა. კი. ოკეანეთი. ხო, რა მოვიცვათ რა ეს. დედამიწა. კი. ვაძლევს საშუალებას სოფლიო ჩემპიონატი ის ეს კვოტები და იმათაც ჩამოიყვანეს ორი გუნდა სხვათა შორის ერთმა მოიგო ერთმა ფრეითამაშა ხო ვერ იტყვი რომ ოკეანეთი გამოდის სამარცხო არა რა სლაპარაკო კაცო კი ხო და გაუმარჯოს
ოკეანეც. სათხე გძელოთ ამ. სადღეძლო გამომივიდა ხო და. კაი, საპრეც ინხი არის. ჩვენი არა სიმბოლური შემდეგი წევრი. ხო, მე დამჭა ერთი შემტევი. კარგი ბიჭი მოსმონიშნული. ხო, და მოვიყვან მაგას. ერთით მე და მე მწვრთნელი. ეგ თავარია. კარგი. შევხვდებით. შემდეგი ფეხბურთელს რომ მოიყვანს გიორგი მაშინ, მანამდე? ყველაცაც. მანამდე მოასწრებათ ამდე? მზად ყავს მე. მზადებული. მანამდე გამოიწერეთ და ლაიქეთ და კომენტარეთ და საპრეეტოს უყურეთ.